მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ bench press-ით. საიდაყვეები მაქვს, ბინტები მაქვს, რომელსაც იდაღზე დავიხევ და მაინტერესებს ასე რამდენი წონა წავა. იდეაში ტრავმების რომ ეშინია, მაგითო შეიძლება ძალიან არ მივაწვე, მაგრამ მაინც გავმაქსავთ შეძლების დაგვარად. დავნახოთ. ხო, მუხზე ვიცი ბინტები როგორ დავიხევ, ჯვრები როგორ გავიკეთო, კარგად სამჭიდროდ, მაგრამ იდაღზე არ მიცდია ჯერ და მაგის დამოყამებას დაგჭირდება, იმიტომ რომ რეალურად სწორი დახვევა ბევრს ნიშნავს რა. რომ კარგად მოგეხმაროს. ნახოთ, ეხლა დავიწყებ და დაახლოებით 100-ზე უკვე დავიხევ, ნახავ როგორ მოვირგებ. ხო, დაჟე გახურებაც არ მიქნია ჯერ. პატარა სახსრასაც ჩავატრიალებ. მაჯამტკივაი ბოქსის. ორჯერ გავიქნი ხელი და სახი გავიძრე ეგრე. კი. ორშაბათს ხო ფეხები ვქენ. წონებს ავყვები ალბათ ღერძი, მერე 60, მერე 80, მერე 100, მერე 120 და მერე შევხედავ. ან 130, ან 135. 120-დან სავარაუდოდ პირდაპირ 150-ზე არ შევა. ზოგადად არც მე და არც ჩემს მოსწავლეებს არ ვაკეთებინებ და მეც არ ვაკეთებ bench-ს რა, იშვიათად ძალიან. ან მოსწავლის შემთხვევაში თუ მთხოვა აინტერესებს როგორი არა არის, ამ შემთხვევაში ავუხსნი გავაკეთებინებ ვანახებ. თუ უნდა ხო ჩაუსვამ, მაგრამ ჩემი ნების და სურვილით არ უსვამ ხოლმე რა. ეხლა არ ვიტყვი იმას, რომ ცუდი ვარჯიშია, მაგრამ სადაც შეგიძლია ჰანტერით აკეთო, ჰანტერი ძალიან მიყვარს მკერდზე, სადაც შეგიძლია ტრენაჟორი აკეთო, იმიტომ რომ ლამის ყველა დარბაზში ან ჰამერი, ან წონებიანი ტრენაჟორი და უკვე fly, ერთიც fly. ანუ ეს სამი ვარჯიში სრულიად საკმარისია მკერდისთვის, ერთი ჰანტელი, ერთი ტრენაჟორი და ერთი fly ვარიაცია. ან ტრენაჟორზე, ან cable fly crossover-ზე. მაგრამ პეკდეგის ტრენაჟორი თუა, პეკდეგის ტრენაჟორს ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ უფრო მეტად ფიქსირებული ხარ, ზურგი მიღწნობილი, ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებ, ბალანსისთვის არის ხარჯები ზედმეტად, შესაბამისად მაქსიმალურად კაი წონის აწევას ახერხებ. ხო, bench შემთხვევაში კიდე გადმოღება რო გიწევს, ეგაც ზედმეტად ცუდი მოძრაობა არის შენი სახსრისთვის, მხრის სახსრისთვის. ხო, ვიღაცებს მოწონთ კეთება და აკეთონ, რატომაც არა. მეც მაგალითად სამჭიდროზე რო გამოდიოდი, ვაკეთებდი. რავი, კვირაში 3 ჯერ ვაკეთებდი ხოლმე რა, მაგრამ როცა სამჭიდზეც არა მაქვს მიზანი რომ სამჭიდზე გამოვიდე. ხო, როცა სამჭიდის შეჯიბრისთვის არ ვემზადები, მაინც და მაინც bench-ისკენ არ მიმიწევს გული. მით უმეტეს სამჭიდზეც ჩაჯდომი კაი მქონდა, ნუ ისე რა ამოწევა მით უმეტეს კაი მქონდა, მაგრამ bench-ი მქონდა ძალიან სუსტი და მაგიტო ისედაც არ მიყვარდა დიდად. პატარა დისკომფორტი გრძნობ. შეიძლება დემერხეს, ო. აქ ესეთი კითხვა. რატო გჭირდება, რა გჭირდება, რომ fly ვარიაცია გქონდეს ჩარტში? არა გჭირდება. საკმარისი ნიშნავს, რომ ეს გჭირდება, ხო? რა თქმა საკმარისია, რაცა მისმის ძმა. მე აქ კონტენტზე ერთი ჰანტელიო და ერთი ფლაი ვარიაციაო და არ არის საჭირო. ორ ვარჯიშს ვაკეთებ მე. აქ ფლაის მე იშვიათად ვაკეთებ ხოლმე.
პეკდეკი რო იყოს უფრო ხშირად გავაკეთებდი, მაგრამ არასტაბილური არ ვაკეთებ. თავარი ერთი სწორი და მეორე ზედამკერდიც. Всё. პეკდეკი რო იყოს რატო გავაკეთებ? სტაბილურია და იზოლირებულია. კაი. ამასაც უწუხებ. მიღნობილი რო არა ხარ, უკან გაგრჩება წა. ხო? ანუ რა იკარგება, სად იკარგება? რატო? ბალანსი გეკარგება ძალა და ის რომ შეინარჩუნო თავი ზედმეტ ერთზე არ მოდის იგივე და ენერგიას ხარჯ. თუ თავს ვერ ინარჩუნებ კარგად, იმაზეც მიდის. აკო გვასწავლე მინიმალური ვარიანტი რა შეიძლება გავაკეთოთ მკერდზე და მაქსიმალური ვარიანტი რომ მაქსიმალურად დავტოვოთ. მინიმალურ საზღურით. ანუ აი მინიმალურად თქვა ორი ვარჯიში გავაკეთე, მაგრამ შედეგის უმეტესობას მიღებ, არა ერთი ორი ვარჯიში დავამატებ სხვადასხვა სიტყვაზე. შეიძლება უკეთესად გამოვკვეთო რაღაცა ფორმა. მინიმალური ვარჯიშების რაოდენობა 2. ზედა ცალკე, ქვედა ცალკე. მაქსიმალური რამდენიც გინდა იმდენი აკეთე. გვასწავლე, რამდენიც გინდა იმდენი ვაკეთე რა არის გავიგე. ცოტა კონკრეტიკა რა. 4 ხო, მაგრამ ის 1-8 სეტამდე ესე და მე ოპ. აი. ნუ გარას მოგვეყარა. რავი რაღაცა მომიტანეს და იქნებ ის იქნებ ბენჩი გავაკეთო. მოდი. ანა ვიხუმრე რა. აბა როგორ იქით? ნოანზევით ხანქვები თუ გინდა ეს პირიქით ხოვით მოიქცია და ესე დაიხუია ეს და იგივეა, მაგრამ მეც ეგრევშები ხო იდახსევით და აი იდახსე მინდა რომ ჯვარივით გამომივიდეს და ეგ ვერავქი. აი როგორც მუხსე რა. აი მეც შეულებია დუქო ხო. ჯვარს არ იგეთებ ხოლმე? აი ესე. აბა მოიტა. სანამ შეუძლია ამ ხერს. ვარს შემორი. აი უგამიდო. სულ. აი მუხზე გეტყვი, მაგრამ აი დაღზე არ ვიცი. აი ეს რა, ოპ და აქედან ესე რო დაიც. ეხლა ასე გავტესტავ აბა. რავი. შავა ხელი? ნახოთ. არა, ხელი არ შეუშლია მან. უკანაც არ მიდგები. 100 ვქენი, 120 ვქენი ერთხელ, 100 სამჯერ და 120 იდეაში ისე წავიდა როგორც ბინტების გარეშე რო ვაკეთებდი ხოლმე რა და ჯერჯერობით დიდი სხვაობა ვერ ვიცი. თითქოს და გეხმარება, მაგრამ ანუ ისე რომ აი დიდი სხვაობა იყო და ბევრად მარტივად წავიდა თქო, ვერ ვიტყვი. ეხლა 4 წუთი ვისვენებ და 120-ზე შევა. პირდაპირ 140 შეიძლება ვერ წავითს. ზოგადად კარგი გახურებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პირდაპირ სამუშაოს ეზოვიაში ხვალ რამით უმეტეს თავისუფალი წონა, სანამ კუნთები ჩაერთვება, სანამ სტაბილიზატორები კარგად გააქტიურდება, და კერდის კუნთი სანამ კარგად გახურდება, მანამდე საჭიროა კაი გახურება. ერთი, ორი და გავუშვი. Hi.
რაიმე. შემიშინა ჯადაიც. მოქმედებს ეგ არაცა. რა ვიეცევ ხოლმე ისედაც და. ჰა? შენ მაგითო არ ვიყავ ხოლმე სპორტს. აბა ახალიდან არა ის აგი. გავიხიე. ეგ არის ბენჩი მოვჭით. 1 rep maxi გავიგეცავით 140 ავწიე რა ცოტა კი ოდენამშე ხო ღერც მაგრამ იდეაში ჩემი აწეულია. უბრალოდ სახოების გარეშეც იგივე ძალა მაგ და იგივე წონავს ხოლმე 140 მაგ დაახლოებით მაქსიმუმი რაც სახოები თქვენ ამ დიდი სხვაობა არ მოუწია რა დიდი სხვაობა კი არა სხვაობა საერთოდ არ მოუწია. ხო ვიდეოში შესაძლოა დავაკვირდი ძალიან განზე მქონდა დახვეული იდეაში უფრო მეტად ლოკალურად უნდა იყოს და უფრო მეტად დიდახსა უნდა იყოს. მაგრამ მაინც უნდა დამხმარებოდა წესთან. ზურგზე გადმოვედი. გათულ დავნი. ორი სამუშაო სეტი მექნება. სამუშაო სეტამდე მივედი და ორი სამუშაო სეტი მექნება აქ. ზოგადად ჭიდს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე რა. განიერი ჭიდი იქნება თუ ახლო ჭიდი, ну ძირითადად კი განიერ ჭიდს ვაკეთებ ხოლმე და ეს ჩამომართა. ფრონტალური ჩამოტანა თუ საგიტალურად ჩამოვიტან, ანუ მაგას დიდად მნიშვნელობას არ ვაქცევ. კიდია ის ამბავი თქვათ, ქვედალაც უფრო მეტად დაარტყავს, ზედალაც უფრო მეტად დაარტყავს, მაგ ამბავსაც ყურადღებას არ ვაქცევ. full body-s კი არა და uppers და lowers რადგან ვაკეთებ და კვირაში ორჯერ მახსენე და ორივე ჯერ ვცდილობ რომ ერთი ლატებს დავარტყა და მეორე ტრაპეციებს დავარტყა რა ანუ ზურგის ზედა ნაწილს დავარტყა და ზურგის ქვედა ნაწილს რა და სისქე და სიგანეს რასაც ძახიან მაგასაც რა რომ სიგანე უფრო ლატები და სისქე უფრო ზურგის შუა ნაწილი სადაც ტრაპეციაც არის რომბიც არის ხერხემლის გამშრალებიც არის და ნუ იდეაში ესენი ერთმანეთში იზრდება რა და მე მაგ დაყოფით არ წყოფ რო სისქე და სიგანე. უფრო მეტად ყოფ ზურგის ზედა ნაწილი, ზურგის ქვედა ნაწილი. მეორე სამუშაოსაც შევდივარ და დაახლოებით რამდენი 5-6 წუთი მაინც დავისვენე რა. ზოგადად წინ და უკან მოძრაობა არანაირი პრობლემა არ არის თუ ძალიან დიდ დიაპაზონში არ მოძრაობდა ტანს ძალიან არ იხმარ ჯობია იდეაში ნაკლები წონით გააკეთო და ტანი ნაკლებად მიიხმარო ვიდრე ძალიან დაამძიმო და ძალიან ეგოლიფტინგში გადაგივიდეს რა მაგრამ თლიანად სწორი ხერხემლით გააკეთებ ოდნავ უკან გადახრილი გააკეთებ დიდად არცვლის დათვირთვის მიმართულებას რა მაინც ზურგის უგანიერესი გვეჭიმებ ამიტომ ამ ვარჯიშზე რო გვეუბნებიან ხოლმე რომ აი ეს ოდნავ ეს შეცვალე და სხვა ნაწილზე სხვა ზურგის სხვა ნაწილი დაგეტვირთება ან სხვა კუნთები დაგეტვირთება არასწორია რა ძალიან უკან უნდა გადაიხარო რომ ზურგის ზედა ნაწილი დაგეტვირთოს საბამისად ეს ვარჯიში ავარჯიშებს მხოლოდ ძირითადად ზურგის უგანიერეს რა თქმა უნდა დამხმარე კუნთები არის ბეჭის პატარ-პატარა კუნთები დიდი მგვალი კუნთი პატარა მგვალი კუნთი აქედ ქვედა კუნთი რომლებიც ამ მოძრაობაში გვეხმარებიან იმიტომ რომ მაინც ზურგის კუნთები არ არის ერთი კუნთი და კომპლექსურია რა კუნთა ჯგუფებია რამდენიმე კუნთია შესაბამისად ტრაპეცია რომბი მაინც ოდნავ არის ჩართული მაგრამ ძირითადად წამყვანი არის ზურგის უგანიერესი და რაც არ უნდა შეცვალო მოჩს სხვა კუნთს როგორც აგონის ან როგორც ძირითადად წამყვან კუნთს ორივე ჩართავ
არც ეს არის აუცილებელი მაინც და მაინც მკერდზე შეიღო ღერცი. სულ ნიკა პანდა ჩამოიტანო დაჟი არც კი. სულ ცხვრამდე და თვალების დონემდე ჩამოიტანო, ზურგის უგანერასი მაინც კარგად იმუშავებს რა. ვინაიდან პიკდეკის ტრენაჟორი არა გვაქვს, ვაკეთებ cable flies. ეს პირველი გახურება იყო და მეორე უკვე სამუშაო წონას დავაყენებ. სამუშაო სეტი იქნება და წონას ვიკიდებ. როგორც დიფების დროს, როგორც ფულაფების დროს. ტუნიქსზე წონას როგორც ვიკიდებ, იგივენაირად რომ ტანი შევინარჩუნო რა. სხვა შემთხვევაში წონას მივყავარ. და თუ ისე წონას დავაყენებ, რომ წონა არ წამიყვანოს, ნუ 10-ზე მეტი გამეორება გამომივა, იდეაში ამჭირდება. კი არანაირი პრობლემა, მაგრამ მაინც მირჩევნია დაბალ გამეორებებში. სულსოდნავ შევისვენებ და უკვე დავიწყებ სამუშაო სეტს და ზოგადად გასახურებელ სეტებს შორის მით უმეტეს დიდხანს აღარ ვისვენებ, ძალიან ცოტა ხანი რა. და გასახურებელი სეტიდან სამუშაო სეტამდეც ცოტას ვისვენებ. იმიტომ რომ ძალიან არ მესტრესება და ძალიან არ მეხლება. ანუ ბევრად მირჩევნია პეკდექზე. ეხლა პეკდეკი არა გვაქვს ჩერტარებაში მალე მოვა, მაგრამ იდეაში ბევრად მირჩევნია პეკდექზე კეთება flies ვიდრე crossovers. ამ მაიმუნობის კეთებაც აღარ მომიწევს პეკდეკი რო იყოს. ანუ ეხლა დავდგები, ცოტა წინ გადავიხრები და იდეაში ეს წონა რო უკან მეკაჩება, ეს შედარებით წინ გადამკაჩავს და შესაბამისად დაბალანსდება. და რადგან ჩემი სხეულის წონით ვერ ვიკავებ ამ ძიმე წონას, ამით დავიკავებ. ხოლო რამდენი ვარჯიშია, ძალიან დაღრილი ვარ რა. თან ვარჯიშამდე შეიძლება არ ვიყო და დღეს მაგალითად ეგრე ვიყავი, ვარჯიშამდე უფრო ხუთზე ვიყავი და ახლა ვარჯიშს დავიწყე შუაგზაში უკვე მინა მოთენთილი და რაღაც. არა და კოფეინი იდეაში დღეს კარგად მაქვს მიღებული, მაგრამ მაინც ვერა რა. რაღაცა მთიშავს რა, რაღაცა მაკლია, მაგრამ მაინც ვთვლებ რომ ვივარჯიშო ხოლმე რა, მინიმალურად მაინც, მაგრამ წინაფზე ფეხის ვარჯიში მქონდა ახლა უშაბათს მაგალითად და ძალიან გათშული ვიყავი რა, მაგრამ მაინც ყველა ვარჯიში გავაკეთე. არაფერი ჩამიგდიას დღეერთვით. ეხლაც იმედია ბოლომდე გავქაჩო. ამას ვიზავ და უკვე ამის მერე ხელებზე გადავალ რა. ხარზე მხოლოდ განგაშლა მინდა, უკანა დელტა შეიძლება და ბიცეპსი, ტრიცეპსი. ხო, ზოგადად სადაც ზურგის მეორე ვარჯიშად ვაკეთებ როუს განიერი ჭიდით, ანუ უდაყვების შედარებით განსაცადად შემოვიდა ზემოთ. რომბი ტრაპეციას რაც ვითავ რა. იქ იტვირთება უკანა დელტას და მაგიტო ძირითადად უკანა დელტას ცალკე აღარ ვაკეთებ ხოლმე რა და თუ მაგ ვარჯიშს არ ვაკეთებ, მაშინ უკანა დელტას ვაკეთებ. მაგრამ ძირითადად ამას ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ დღეს სავარაუდოდ უნდა გასავლისავ და უკანა დელტას იზოლირებულად ვიზავ. მოხრულზე ან ჰანტელებით ან კიდე ფეისფულს. ფეისფულით საუკუნე არ მიქნი. გაზარმაცებული პირობები რო არა გაქვს ზარმაცო რა. მაგალითად ამ ფლაიზე თა შენ გილაპარაკი. მაგალითად cable flies-ზე
აი რამდენი სეტაპი მჭირდება რომ წონების მოთხრევა რაღაც დაკიდება ყოველსაძე და გიზარება მე რა ხა პეკდეკის ტრენაჟორი რო იყოს შევარდებოდი უცებ ერთი გახურება ორი სამუშაო და ეგ დიდი სეტაპები არ გჭირდება ხომა ჯერ ხო არის აქ ჩართე ეგ არის განგაშლას ვაკეთებ რაღა ეგ არის უკვე ერთი სადი გავახდე ახლა მეორეს ვიზამ მე კიდე მესამე შეიძლება ხო განგაშლაზე დიდად განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე ძირითადად ანტელებით ვაკეთებ ხოლმე და ზოგჯერ ვაკეთებ ძალიან კაი მოკლე ქროსროვის ტრენაჟორი გვაქვს და აი ეს მოძრაობა კარგად გამოდის რა პრინციპები და ის აი ვიდეოების გადაღებული მაქვს შეგიძლიათ ნახოთ ჩემ გვერდზე ხო იქაც ძალიან კარგად მიდის რა და აქაც ძალიან კარგად ირთება შუა დელტა ხო ჩემი მიგნება მაქვს ერთი რომ ხანტელი დროს ავაკეთებ სერები რატომღაც ზემოთ მირჩევნია ხოლმე და მაგითო შედარებით მძიმე წონას რო წევ აი 12 ნახევარი უკვე მძიმეა ჩემთვის ლიამ კეფეკენებდა და მაჯები ცოტა ვატრიალებული მაქვს და რატომღაც უკეთ მიდის ხოლმე უკეთ იგზნობა ერთად გზნობელობას არ უნდა დაუჯეროთ მაგრამ მაინც გულს უხარიას უკეთად მაგრამ გზნობელობას არ უნდა დაუჯეროთ განგაშლასაც მოვჭით გადმოვიდით ბიცეპსზე მერე გვინდა უკანა დელტა და მერე გვინდა ტრიცეპსი მე დაყვი სახსარი ნატკენი მქონდა და მაგითო ტრიცეპს დროებით არ ვაკეთებდი წინა კვირას არ ვაკეთე და ორშაბათს ვცადე და ისე რა მტკიოდა და დღესაც მოვსინჯავ რა იდეაში მძიმე წონა ჯერ მაინც არ მინდა რა სულუქი წონით ვნახავ როგორ მექნება
რა გადმოვედი Facebook-ზე იდეაში საუკუნე არ მექნება ეს ვარჯიში, ამიტომ ლაითად გავაკეთებ ახლა. თამაში. იდი. ბევრი ფიქრი არ გინდა. აი ეს. კაი. კარგია. ჩვენი კიდევ ორი. ეგა. თავიდან ეს ხო ჩამოიტან ისევ და მე ამაში აღარ აყოლ, დაბლა დატოვე და იდაკოშიც ბოლომდე აღარ გაშალ და აღარ იწოლებ ზა. აღარ დაგჭირდება მე ბევრი ფიქრი. თუ მოგეწონა ვარჯიში, თუ გინდა გავაკეთოთ. მოდი. დაიცვენი 1000-ზე ბევრი არ გინდა. დავამძიმოთ კიდე. დავამძიმოთ. გიორგი. მოდუდი. ამდენი იყო. ბევრი იყო. Transforming in the phantom, yeah, body shit. Got a thirst upon the wrist, got a diamonds. I'm on the